მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს შენზე ეს ადამიანი, როგორი ხარ მისთვის. ვნახოთ, ჩაიფიქრეთ. გოგონებო და ბიჭებოც, მეგობრებო, ჩაიფიქრეთ. სასიყვარულო გაშლა გვექნება დღეს. როგორი ხართ მისთვის? რას ფიქრობს თქვენზე? თქვენ მას კოშკი მოუწყეთ ცხოვრებაში? რატომ არის ადამიანი კოშკში თქვენთან დამოკიდებულებაში? ამ დროს ასევე ანალოგიურად არის გრძნობებში და კოშკშიც. თქვენ მას მოუწყეთ კრიზისი ცხოვრებაში. კრიზისი გაქვთ ორივეს. ნამდვილად აინტერესებთ ამ პიროვნებას, აქ გარკვეული გრძნობებიც მიჩვენა თქვენთან დამოკიდებულებაში, ძალიან გაქებთ სხვათა შორის, ძალიან სერიოზული, გონიერი, დადებითი პიროვნება ხართ, თქვენ გაქვთ ურთიერთობა ძალიან კარგული ხასიათის, გრძნობებს მიჩვენებს ისევ და აი თვითონაც გამოჩნდა. ბიჭებო, თქვენთვის ეს იქნება გოგო, ქალბატონი, ქალი, მეუღლე და ასე შემდეგ და გოგოებისთვის უკვე გამოჩნდა, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება. ნახეთ ახლა რა ხდება, ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, თქვენზე ფიქრობს, რა თქმა უნდა, თქვენ მისთვის ხართ ძალიან საინტერესო. გარკვეული გრძნობებიც, რა თქმა უნდა, უკვე მიჩვენა, თუმცა ეს არ გახლავთ იმ კატეგორიის ადამიანი, ვინც დიდ დროს დაუთმობს ფიქრს, ემოციას, ვინც დიდ დროს დაუთმობს ნეგატიურ, ასე ვთქვათ, ვიბრაციებს, სადაც დაჯდება და აი მონატრების ვარიანტში იფიქრებს, როგორ მენატრება და ასე შემდეგ, ეს ისეთი ტიპაჟი არ არის ნამდვილად. ეს პიროვნება ამ ეტაპზე მთლიანად საკუთარ თავზეა ორიენტირებული, აფასებს თავისუფლებას, აქვს ბევრი გეგმა და ბევრი მიზანი აქვს ცხოვრებაში. შეიძლება მას უკვე ყავდა კიდევაც მეორე ნახევარი, ან საერთოდ ურთიერთობაში შეიძლება იყოს ადამიანი, ან ეს პიროვნება ვნახოთ რა. ბევრთან იქნება ან ისევ, რა თქმა უნდა, ის რომ ფიქრობს თქვენს ორზე, რა თქმა უნდა, მაგრამ გადაბმული ფიქრები აქ არა ჩანს. უფრო ორიენტირებულია ამ ეტაპზე ფინანსებზე. თუ განხეთქილება გაქვთ ურთიერთობაში და დისტანციურია ურთიერთობა, საკუთარ თავზე ორიენტირებული გაითვალისწინეთ და აფასებს თავისუფლებას ეს პიროვნება, მას ვერ დაიჭერთ. ბევრი გეგმა, ბევრი მიზანი. თქვენს მიმართ განიცდის მიზიდულობას და ინტერესებს, მაგრამ ამ ეტაპზე ზოგადად ურთიერთობაში მისთვის პრიორიტეტული არ არის ის, რომ სანამ ესე იგი ვინმესთან ურთიერთობას დაიწყებს, ხო? პრიორიტეტში არ არის ის, რომ უყვარდეს თვითონ, ანუ უნდა ვუყვარდე მეო ამბობს პირველ რიგში. და უნდა დარწმუნდეს რატომაც იმაში, რომ მე მას ნამდვილად ვჭირდები. რომ ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს მასთან ყოფნას, ხვდები? და იმდენად უყვარს საკუთარი თავი. ეგოისტური დამოკიდებულება აქვს, ძალიან დიდი ეგოს პატრონია. თავდაჯერებულია პიროვნება. ბევრი პირადი ენერგია აქვს ამ ადამიანს. ეს საკუთარ ენერგიებზე უფრო ფიქრობს, საკუთარ მე უფრო კარგად უნდა ვიყო, ვიდრე ან ძალიან უყვარს საკუთარ თავი ადამიანს, თავის თავი ძალიან უყვარს ეგოისტურად. ისეთ ენერგიებშია. მე არავისთვის დრო არ მრჩება იმდენი, რამდენსაც თხოვულობენ, რამდენიც ჭირდება სხვას. მას ბედნიერებისთვის სხვათა შორის, ხო, 80%-ში იქნება ისე, რომ საერთოდ არ სჭირდება ვიღაცა სხვა.
მეტ დროს უთმობს თავის თავს, როდესაც მარტოა და ფინანსები აქ პირველ ადგილზეა. თქვენთან დამოკიდებულებაში, მეგობრებო, თუ გაქვთ ამ ადამიანთან განხეთქილება, ეს პიროვნება კონტაქტზე გამოვა, სხვათა შორის ნახეთ უკვე მოფრინავს თქვენამდე, უკვე მოდის მორბის ცხენით და გაქვთ აქ ტრანსფორმაცია, ძალიან კარგი ტრანსფორმაცია, საუბრები, ტრანსფორმაცია თქვენ რაღაცას მოაგვარებთ, ისაუბრებთ. ორი კვირის ვადაზე ალბათ გამოვა ადამიანი კონტაქტზე, ძალიან მალე უნდა გამოვიდეს. და დაგვრჩა 4 არკანი, მოდით ვნახოთ ახლა. ვინც ერთად ხართ და კოშკში ხართ, აქ ძალიან დიდი აღმართული კედლებია თქვენ შორის, მაგრამ მაინც მიუხედავად ამ ყველაფრის თქვენ მისთვის ხართ განუმეორებელი. ძალიან ლამაზი ხართ, ხვდებით, სიმპათიური თუ მამაკაცი, ლამაზი, მიმზიდველი, თვითრეალიზებული და ძალიან საყვარელი. ჭკუიდან შემშტელი ქალი. ქალი, რომელიც ვინც იცით რომ უყვარხართ, 200% რომ უყვარხართ, ვინც გრძნობთ ეჩვიგებარება თქვა უყვარვან, კი, ნამდვილად კი. თუ ურთიერთობა გაქვთ დისტანციურია, ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, აქ იქნება საუბარი, კონტაქტზე გამოსვლა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყავდეს ადამიანს კიდევ ვიღაცა, აქ ისე ამოდის, რომ მესამე პირებიც არსებობენ ბევრთან ურთიერთობაში, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრის, მაინც მისი ეგოიზმის მიუხედავად ეს პიროვნება მაინც ფიქრობს ამ ეტაპზე განიხილავს იმას, რომ რამდენად ძვირფასი ხართ ერთმანეთისთვის. წყვილებს მიჩვენებს, ასე რომ ველოდებით კონტაქტზე დისტანციურია და საერთოდ პიროვნება უფრო ეგოისტურია, ვიდრე ვთქვათ, გიждდებოდეს ვინმეზე, უფრო საკუთარ თავზე გიждდება. დისტანცია კონტაქტზე მოდის და დანარჩენი კიდე ყველაფერი გაირკვევა ძალიან მალე მასთან დამოკიდებულებაში, ვინც ხართ ურთიერთობაში. თუ ახალს ელოდებით ვინმეს, მაშინ ეს ადამიანი უკვე ძალიან მალე უნდა გამოჩნდეს, მეგობრებო. მაგრამ მისი ეგოიზმი მაინც არ მომწონს. რა თქმა უნდა.